პატარების დაძინების შემდეგ ხომ დედები მეორე ცხოვრებას ვიწყებთ ხოლმე ხო და ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩემი ერთი ჩვეულებრივი საღამო. პირველ რიგში ჩაიდავლიე რომ ენერგია მომეკრიბა ამ საოცრად არეული მისაღების სივრცის დასალაგებლად. დათიკი ყველაფერს ძირს წყლის ხოლმე რაც ხელში მოხდება და ყველაფრით თამაშობს, მაგრამ ჯერჯერობით ნივთების უკან დაბრუნება არ იცის, ამიტომ ამას მე ვაკეთებ ხოლმე ყოველ საღამოს. სხვათა შორის ეს კადრები კი რა თქმა უნდა აჩქარებულია, მაგრამ რადგან ვიღებდი რაღაც უფრო მეტი ენერგია მომეცა რომ სწრაფად მომეწესრიგებინა ყველაფერი მალე დამემთავრებინა საქმე და რაღაცა ესე დამეხმარეთ თითქოს ესე გამოვიდა. ამიტომ მადლობა უბრალოდ იმისთვის რომ მიყურებთ. ნივთების გატანის შემდეგ ბალიშებს შემოვაკარი და გადასაფარებელი გადავაფარე ტახტს, რომლებიც გარეცხილი მქონდა. ეს არის ჩემი ერთი გართულება, შეიძლება ითქვას, ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, როცა ეს გადასაფარებელი ცოტათი მაინც ჩამოჩოჩდება და ესე გადაწკიპინებული აღარ არის. ასევე გარეცხილი მქონდა დათუს ტანსაცმელი და მისაღების მოწესრიგების შემდეგ ამათ დაკეცვაზე გადავედი, დავკეცე ყველაფერი და ჩავალაგე თავის კომოდში. თვითონ დათის სათამაშოს სივრცე საღამოს მივალაგეთ თამაშის ბოლოსკენ, მხოლოდ ეს რამდენიმე სათამაშო დარჩა მისალაგებელი, ესენიც მივაწყვე და ესე დაელოდებიან დილამდე თავიანთ პატარა პატრონს. ახლა ამ სამზარეულოს უნდა გამოუჩნდეს პატრონი და მიხედოს ვინმემ და ვინ იქნება ეს ვინმე თუ არა მე. აქ უკვე პირველი საათია დაწყებული და ილო ახალ ჩამოსულია მთიდან, მე ჯერ ვახშამი გავუთბე შემდეგ. ჯერ უკვე გარეცხილი ჭურჭელი მივალაგე და გადავედი გასარეცხების დარეცხვაზე. შუალედში დათულს შეეღვიძა და სანამ ვაჭამე და თავიდან მივაძინე, გამიგრძელდა პროცესი. 4-ის რაღაც წუთებზე კი ჩემი თავის მოწესრიგების და ძილის დროც დადგა. ღამე მშვიდობის.